გამარჯობათ. დღეს მე მოგიყვებით როგორ უნდა დარეგისტრირდეთ კომპანია კაზერტეკის შვილობილ კომპანიაში Publicell.net. Publicell არის ახალი სოციალური ქსელი, ამ ქსელში დარეგისტრირება არის უფასო და ყოველთვის უფასო იქნება. იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ, თქვენ უნდა გქონდეთ მოსაწვევი ლინკი, რომელიც აქვს იმ ადამიანს, რომელმაც უკვე მოგიწვიათ. მოსაწვევი ლინკი აი ასე გამოიყურება. მის ბექ-ოფისში არის მოსაწვევი ლინკი, გადმოგცემთ ამ ლინკს და ამ ლინკის მიხედვით დარეგისტრირდებით. ეს ლინკი უნდა ჩაისვას ბრაუზერში. აი ასე, როგორც აქ არის ჩასმული, აი ეს ლინკი უკვე ჩასმულია და მოხვდებით სარეგისტრაციო გვერდზე. ეს არის იმ ადამიანის მოსაწვევი გვერდი. მისი საიტი და ამ საიტზე არის ასევე სარეგისტრაციო ფურცელი. აი ეს არის სარეგისტრაციო. როგორც ხედავთ, აპლაინში უკვე წერია მისი ნიკნეიმი, გამოგონილი სახელი და ვინც დარეგისტრირდება აი ამ ლინკით, სულ ყველა მოხვდება ამ ადამიანის ქვეშ. ასე ვიწყებთ რეგისტრაციას. პირველ რიგში უნდა დაწეროთ თქვენი საკუთარი გამოგონილი სახელი. აი, დავიწყოთ რეგისტრაცია და დავწეროთ ნოდარი 81. შემდეგ ვწერთ პაროლს, იმ პაროლს, რომლითაც შემდეგ შევალთ ჩვენ საიტზე. ვიმეორებთ პაროლს. ამის შემდეგ ვწერთ სახელს, ჩვენ სახელს. ანუ იმ პირის სახელს, ვინც რეგისტრირდება, გვარი. შემდეგ ვწერთ ამ ადამიანის ელექტრონულ პოსტას. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პოსტა აუცილებლად უნდა იყოს Gmail-ში. ეს კომპანიის ერთადერთი თხოვნაა. იმიტომ რომ Gmail-ი საკმაოდ დაცული პოსტაა და Publicell-ის ყველა მონაწილეს, ქსელის ყველა წევრს აქვს პოსტა გახსნილი Gmail-ში. ჩავსვით. შემდეგ უნდა აღვნიშნოთ ქვეყანა. ეს არის ის კოდი, ის ინდექსი, რითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ირეკება ჩვენთან საქართველოში. ჩამოვშლით, მოვნახავთ საქართველოს და ჩავსვით. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ინდექსი არის 995, ლაპარაკია სატელეფონო ინდექსზე. ამის შემდეგ ვწერთ ჩვენი მობილურის ტელეფონის ნომერს. პრობლემების გარეშე და შემდეგ ხაზში ვიმეორებთ. მე აქ მოვნიშნავ და ჩავსვავ. გავიმეორეთ. შემდეგ მოდის პირობები. აი აქ არის ხელშეკრულება. კომპანია ჩვენთან დებს ხელშეკრულებას, ანუ ავყავართ როგორც თანამშრომელი ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია ძალიან სერიოზულია და ამ ხელშეკრულების გარეშე არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა. აქ არის ხელშეკრულებასთან დათანხმების ელექტრონული ვერსია, ხოლო შემდეგ ნახავთ, რომ ოფისში უკვე არის მისი ვერსია, რომელსაც უნდა ამოუბეჭდოთ, მოვაწეროთ ხელი და დავასკანეროთ და გავაგზავნოთ. ყოველივე ამის შემდეგ ვაჭერთ რეგისტრაციას და თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ. შევდივართ საიტზე. აი, უკვე დარეგისტრირებულია ეს ადამიანი, მისი სახელი, გვარი, იმეილი, ტელეფონის ნომერი უკვე მზად არის და ჩაწერილია მასთან. შემდეგ ვწერთ აუცილებლად მის პირად ნომერს, მე უკვე ჩავწერე პირადი ნომერი. პასპორტი, ეს არის ის, რომელიც არის სურათის ქვეშ მოთავსებული, როგორც ხედავთ. შემდეგ ვწერთ
ქვეყანა წინასწარ უკვე ჩაწერილია, რადგან ჩვენ მივუთითეთ ქვეყანა, შემდეგ ვწერთ მის მისამართს, ქალაქს, რეგიონი, ჩვენი თბილისი არის თბილისის რეგიონი, ამიტომ აქაც ვწერთ თბილისი, საფოსტო ინდექსი და შემდეგ აქ იწერება ის პაროლი, რომლითაც ჩვენ დავრეგისტრირდით. მე ხა ჩავწერე ამ პაროლს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შემდეგი გვერდი არის საბანკო მონაცემები. როგორც გითხარით, კომპანია ძალიან სერიოზულია. გამომუშავებულ თანხას სხვა სოციალურ ქსელებში კაპიკის ვერ გამოიმუშავებთ, როგორც იცით, აქ შესაძლებელია გამომუშავება. გამომუშავებულ თანხას კომპანია გვიგზავნის იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებთ ჩვენს ოფისში. აი ეს მიუთითოთ, რადგანაც მე ამ წუთას არ მაქვს ამ ადამიანის საბანკო მონაცემები, საბანკო რეკვიზიტები უნდა მიიღოთ ბანკში, სადაც გაქვთ თქვენი, ამიტომ მე ამ წუთას ვწერ ნულებს, რომ გადავიდეთ შემდეგ გვერდზე. ისე თუ არ ჩავწერე ეს ნულები, შემდეგ გვერდზე არ გადამიშვებს. შევავსე საბანკო მონაცემები, ვაჭერ submit და გადავდივარ შემდეგ გვერდზე. აი მე უკვე გადავედი შემდეგ გვერდზე, ეს არის პროფილი, სადაც უკვე შევავსე ტელეფონის მარკა Nokia, აქ უნდა დაიწეროს სახლის ტელეფონი, მაგრამ მე ჩავწერე ისევ მობილური, შეიძლება თუ არ გაქვთ სახლის ტელეფონი, სქესი, მამრობითი დაბადების წელი, ოჯახური მდგომარეობა, გარეგნობა, ვწერთ კავკასიელს, იმიტომ რომ თეთრი რასა არის კავკასიელი რასა, ასევე წერს ამერიკელიც და ყველა თეთრი ადამიანი დედამიწის ზურგზე. ოჯახის წევრთა რაოდენობა, რამდენი შვილი გყავთ, განათლება, პროფესია, აქ ჩამოშლით და მონახავთ, აგერ არის უამრავი პროფესია და მონახავთ, ჯერჯერობით პორტუგალიურ ენაზეა, რატომღაც ეს შემდეგ ალბათ უკვე ინგლისურზე გადავა. ბევრი რამე ინგლისურადაა პასუხი. რამდენი SMS-ი გვინდა რომ მივიღოთ ყოველდღიურად? მაქსიმალური რაოდენობა არის 20. საერთაშორისო კანონმდებლობით არ აქვთ უფლება კომპანიას გამოგზავნოს 20 SMS-ზე მეტი დღეში. ამიტომ ჩვენ როგორც მაქსიმალისტები მაქსიმალურ რაოდენობას უკვეთავთ. ანუ დღეში 20 SMS, როგორც ცნობილია, თითოეულ SMS-ში კომპანია გადაგვიხდის ფულს. მიღებულ SMS-ში, რომელსაც ჩვენ ასე უხვად გვიგზავნიან ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მაღაზიები და დაწესებულებები და კაპიქსაც არ გვიხდიან. შემდეგ ყავს თუ არა ოჯახში შინაური ცხოველები, ჩავწერეთ რომ არ ყავს ძაღლი. ხმარობ თუ არა მედიკამენტებს, კითხვები რუსულ ენაზეა, მე მგონი პრობლემა არ არის, ყველა ადვილად გასცემს ამ კითხვებს პასუხს, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუ რომელიმე დარჩა შეუსებელი, არ გადაგიყვანთ მთავარ გვერდზე. რელიგია ქრისტიანი, აპოლიტიკური, რომელი სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ, სად გიყვართ მოგზაურობა, გიყვართ თუ არა მომზადება, საჭმლის და ამ შემდეგ სასმელი. ეს არის გამოკითხვის ფურცელი, რომელიც ჭირდება იმ ხალხს, ვინც მოგცემს რეკლამებს. აი ამ რეკლამებისთვის ეს იქნება მათთვის სარეკლამო ბაზა და იმის მიხედვით როგორია მათი ინტერესები აარჩევენ ხალხს, ვის გაუგზავნონ რეკლამა. ამიტომ ამ გვერდის შევსება აუცილებელია. თორე ისე თქვენ არ იქნებით დარეგისტრირებული, თქვენი რეგისტრაცია არ იქნება აქტიური. იმისათვის რომ გააქტიურდეს, ბოლომდე უნდა ჩაიაროთ და შემდეგ ისევ submit. და აი მე უკვე გადავედი მთავარ გვერდზე. ეს არის უკვე მთავარი გვერდი, ანუ back office ამ ადამიანის. აქ არის მენიუ. შეგიძლიათ ნახოთ სულ ყველგან სად რა არის და რა არის მოთავსებული, აბსოლუტურად ყველაფერი სანახავია. აი აქ არის ხელშეკრულება, რომელზედაც გეუბნებოდით, ეს ხელშეკრულება უნდა ამოიბეჭდოს, მოაწეროთ ხელი და დაასკანეროთ და გააგზავნოთ. აი აგერ უპირდაპირ გვაძლევს ბეჭდვას. აი ეს ხელშეკრულება, აი აქ უკვე მოთავსებული არის მისი პირადი ნომერი, მისი სადაზღვეო ნომერი, ჩვენი პირადი ნომერი არის ჩვენი სადაზღვეო ნომერი, მისი საპასპორტო მონაცემები, ტელეფონი, ამობეჭდათ, აქ მოაწერთ ხელს
აი ამ პირველ ხაზზე, ეს მეორე ხაზი არის იმათ მშობლებისთვის, ვინც არეგისტრირებს თავის არასრულწლოვან შვილებს. აქ იქნება იმ არასრულწლოვანი შვილის ხელმოწერა, აქ მშობლის ხელმოწერა. და სრულწლოვანებისთვის აი პირველივე ხაზზე ხდება ხელმოწერა. შემდეგ ამას ასკანერებთ და აგზავნით, ჩატვირთავთ. ჩასატვირთი ადგილიც არის. ეს არის აპლოაც, აი აქ. გასაგზავნია დოკუმენტები. როგორც გითხარით, კომპანია ძალიან სერიოზულია, ამიტომ აუცილებელია ყველა დოკუმენტის გაგზავნა, რომ თქვენ ხართ ნამდვილი პიროვნება და არა გამოგონილი. აი აქ იტვირთება ის კონტრაქტი, რომელიც უკვე გითხარით. აქ იქნება თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წინა მხარე, აქ ვტვირთავთ შემოხაზულს სანალოგო სადაზღვევო ნომერს და აი აქ უკვე თქვენ მისამართის დამადასტურებელს. ეს იქნება პირადობის მოწმობის უკანა მხარე, სადაც მისამართი წერია. თუ არ წერია, მაშინ რაიმე დოკუმენტი იქნება იგივე შუქის ქვითარი თუ კონვერტი, რომელთაც თქვენ მიიღეთ წერილი, თქვენი სახლის მისამართი უნდა დადასტურდეს აქ. სულ ეს არის. შემდეგ თუ მინდა გადასვლა მთავარ გვერდზე, ისევ ვაჭერ აი აქ პატარა სახლის გამოსახულებას. აქ წერია რომ თქვენ უკვე ხართ პუბლისელი, აქ წერია თქვენი მონაცემები. ეს უკვე თქვენი ლინკი, რომლითაც უკვე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ხალხი თქვენს ქვემოთ და აი აქ იქნება უკვე, როდესაც მიიღებთ SMS-ებს, გამომუშავებები აქ ჯდება. გაეცანით ამ კაბინეტს, გისურვებთ წარმატებებს და დიდ შემოსავალს. მადლობელი ვარ ყურადღებისთვის.